ტრამპმა დაინახა მცდელობა ირანის თქმით პოლიტიკურ აფეთქების ზონაში შესვლისა, სწორედ მაშინ, როდესაც ვაშინგტონი თითქმის დასრულებულ მოლაპარაკებებზე საუბრობდა. ცეცხლის შეწყვეტის შენარჩუნება და ჰორმუზის სრუტის გახსნა ირანული შანტაჟის გარეშე. ამ სამშაბათს, რაც თეთრი სახლის დიპლომატიურ გამარჯვებად გამოიყურებოდა, მაღალი რისკის კრიზისად გადაიქცა. მას შემდეგ, რაც ამერიკულმა ძალებმა დაარტყეს ნავებს, რომლებიც ირანის რევოლუციურ გვარდიასთან იყვნენ დაკავშირებულნი და ბრალდებულნი იყვნენ ზღვაში ნაღმების ჩაგდებაში, აფეთქებები მოხდა ირანის სამხრეთის სტრატეგიულ რაიონებში, ხოლო ისრაელმა დაიწყო დონალდ ტრამპი ცდილობს თეირანისგან მიიღოს შეთანხმება ბირთვული შეზღუდვებით, თავისუფალი საზღვაო მიმოსვლით და ამერიკულ ჯარებზე ნაკლები ზეწოლით. მაგრამ ირანის რეჟიმი გაყოფილია დიპლომატებს შორის, რომლებიც ეკონომიკურ შემსუბუქებას ითხოვენ და სამხედრო ფრთას შორის, რომელიც ისე მოქმედებს, თითქოს რეგიონში ცეცხლის გაჩაღებას სურს. აქ სწორედ ისრაელი დაძაბულობის ცენტრში ექცევა. რადგან ბენიამინ ნეთანიახუ არ იღებს იმას, რომ ირანი მოიპოვოს სუნთქვის საშუალება, მაშინ როცა მისი შეიარაღებული მოკავშირეები აგრძელებენ ზეწოლას ისრაელის ჩრდილოეთ საზღვარზე. რა აფეთქდა სინამდვილეში ამ შეთანხმებაში ფარგლებში? რატომ აწარმოებს ირანი მშვიდობის მოლაპარაკებებს მაშინ, როცა მისი სამხედრო ფრთა ასეთ შეშს პროვოცირებს? როგორ შეუძლია ისრაელს ეს კრიზისი რეგიონულ ხანძრად აქციოს? ყველაფერს ახლავე გეტყვი. თუ ასეთი პირდაპირი და უშუალო კონტენტი მოგწონს, გამოიწერე არხი, რადგან აქ ასეთი ვიდეოები ყოველ დღე გამოდის. ტრამპის მთავრობა მუშაობდა თეირანთან ფართო შეთანხმების დასადებად. იდეა იყო ომის ოფიციალურად დასრულება, ჰორმუზის სრუტის ხელახლა გახსნა, ურანის გამდიდრების ახალი ეტაპის შეჩერება და ირანის უფრო ღრმა მოლაპარაკებებზე მიყვანა მის ბირთვულ პროგრამასთან დაკავშირებით. ამერიკელმა ოფიციალურმა პირებმა განაცხადეს, რომ შეთანხმება ახლოს იყო, მაგრამ ჯერ ხელმოწერილი არ იყო, რადგან ირანის სისტემა იმ სისწრაფით არ პასუხობდა, როგორც ვაშინგტონს სურდა. დონალდ ტრამპმა მკაფიოდ განაცხადა, რომ მხოლოდ დიდ და მნიშვნელოვან შეთანხმებას დათანხმდებოდა, ან საერთოდ არ დათანხმდებოდა არც ერთ შეთანხმებას. გეგმის მთავარი ნაწილი მარტივი გასაგები იყო. ირანი მიიღებდა ეკონომიკურ შეღავათებს, შესაძლო აქტივების გამბლოკვას და საშუალებას, რომ კვლავ გაეყიდა ნავთობი, მაგრამ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ რეალურ გარანტიებს წარმოადგენდა. ამერიკული მხარის მოთხოვნა იყო, რომ შემცირებულიყო ზეწოლა საზღვაო ვაჭრობაზე და თეირანი დაებმათ ვალდებულებებით, რომლებიც ხელს შეუშლიდა ბირთვული გზის აღდგენას. აქედან იწყებს შეთანხმება პოლიტიკურად აფეთქებას, რადგან დიპლომატია ცდილობდა გამოსავლის მოძებნას, მაშინ როცა რევოლუციური გვარდია აგრძელებდა მოქმედებას როგორც საბოტაჟის ძალა. ამერიკელი ოფიციალური პირების მიერ გავრცელებული ინფორმაციით, შეერთებული შტატების ძალებმა ირანის სამხრეთში თავდაცვის მიზნით დარტყმები განახორციელეს, რათა დაეცვათ ჯარები და ავიაცია. სამიზნეებში შედიოდა რაკეტების გაშვების ადგილები და ირანული ხომალდები, რომლებიც ამ ცნობების მიხედვით ცდილობდნენ ზღვაში ნაღმების განთავსებას. ორი ხომალდი, რომელიც დაკავშირებული იყო რევოლუციურ გვარდიასთან, სავარაუდოდ განადგურდა, ასევე სარაკეტო პოზიცია ბანდარ-აბასში, რომელიც ირანის საზღვაო ძალებისთვის სტრატეგიულ რეგიონს წარმოადგენს. ყველაზე სერიოზული დეტალია ის, რომ ვაშინგტონმა სცადა ამ თავდასხმების დაცვით ქმედებად წარმოჩენა, ცეცხლის შეწყვეტის დასრულება კი არ გამოუცხადებია. ფაქტობრივად გზავნილი მკაცრი იყო. დონალდ ტრამპი კვლავაც სურს შეთანხმება, მაგრამ არ დაუშვებს, რომ ირანმა მოლაპარაკება გამოიყენოს როგორც ფარი ამერიკელი სამხედროების წინააღმდეგ. ცეცხლის შეწყვეტა კვლავაც ოფიციალურ სიტყვად რჩება, თუმცა ადგილზე არსებული ფაქტები მიაჩვენებს დაძაბულ ზავს, სადაც ბომბები, დრონები, ნაღმები და გემები მზადყოფნაშია. ბანდარ-აბასი ამ რისკის სიმბოლოდ იქცა. ირანის სანაპირო ქალაქში დაფიქსირდა აფეთქებები და ხანძრის შესახებ ცნობები, მაშინ როცა რეგიონთან დაკავშირებული მედია საშუალებები ამტკიცებდნენ, რომ სიტუაცია კონტროლის ქვეშ იყო. მიუხედავად ამისა, აფეთქებების ხმა ისმოდა ერთ-ერთ მგრძნობიარე სამხედრო ზონასთან ახლოს. მან აჩვენა, რომ მოლაპარაკება მხოლოდ დიპლომატების საქმე აღარ იყო და ეხლა ის ირანის ძალების რეალურ დისციპლინაზეა დამოკიდებული. თუ რევოლუციური გვარდია გააგრძელებს საზღვრების გამოცდას, დონალდ ტრამპს შეიძლება მოუწიოს უფრო ხშირად პასუხისგაცემა. თეირანი ცდილობს ორ ფრონტზე ითამაშოს. საჯაროდ ირანის წარმომადგენლები ამბობენ, რომ მოლაპარაკებებში პროგრესია, მაგრამ უარყოფენ, რომ შეთანხმება ხელმოსაწერად მზად არის. სპიკერმა ისმაილ ბაღაიმ განაცხადა, რომ საკითხების დიდი ნაწილი უკვე დასრულებულია, მაგრამ უარყო იდეა, რომ ხელმოწერა მალე მოხდება. მან ასევე სცადა ჰორმუზის სრუტის შესახებ დისკუსიის შერბილება და თქვა, რომ ირანი არ დააწესებს გადასახადს, არამედ მხოლოდ სანავიგაციო მომსახურების საფასურს, ომანთან კოორდინაციით. ეს დეტალი კი აჩვენებს მახის მასშტაბს. ტრამპისთვის ჰორმუზის გახსნა შანტაჟის გარეშე გამარჯვების ნაწილია. ირანისთვის კი სრუტეზე გარკვეული კონტროლის შენარჩუნება არის გზა, რომ უკან დახევა სუვერენიტეტად გაკიდოს.
პრობლემა ისაა, რომ ნებისმიერი გადასახადი, კონტროლი ან მოთხოვნა, რომელსაც თეირანი დააწესებს, შეიძლება აღიქმებოდეს როგორც ახალი ზეწოლა საზღვაო ვაჭრობაზე. ვაშინგტონი ამას იცის, ისრაელიც იცის და ბაზრებიც ამ რეგიონს უყურებენ როგორც ნაპერწკალს, რომელსაც შეუძლია ფასები, მარშრუტები და მთავრობები ააფეთქოს. დოხა მოლაპარაკებების ცენტრში აღმოჩნდა, რადგან ირანის ოფიციალური პირები კატარში ჩავიდნენ. მოლაპარაკებების ფონზე კატარი დიპლომატიური გზაჯვარედინის როლშია, მაშინ როცა მარკო რუბიო ცდილობდა შესაძლო შეთანხმების მოლოდინი შეენარჩუნებინა. მაგრამ ირანმა კიდევ ერთი დაბრკოლება წამოაყენა. სურს, რომ ლიბანის საკითხიც ამ პაკეტში შევიდეს. სხვა სიტყვებით რო ვთქვათ, თეირანი ცდილობს ჰეზბოლას შეთანხმების არაპირდაპირ ნაწილად აქციოს, რადგან იცის, რომ ისრაელი არ დარჩება უმოქმედოდ, თუ მილიცია შეტევებს გააგრძელებს. სწორედ მაშინ გაააქტიურა ისრაელმა რეგიონული განგაში. ბენიამინ ნეთანიახუმ განაცხადა, რომ ისრაელი გააძლიერებს შეტევებს ჰეზბოლაზე ლიბანში. მან თქვა, რომ ესაუბრა ტრამპს და რომ ისრაელი შეინარჩუნებს უფლებას წინააღმდეგობა გაუწიოს საფრთხეებს სხვადასხვა ფრონტზე. ეს ფრაზა მნიშვნელოვანია, რადგან აჩვენებს, რომ მიუხედავად იმისა, რომ ვაშინგტონი თეირანთან მოლაპარაკებებს აწარმოებს, იერუსალიმი არ აპირებს თავისი უსაფრთხოება გადაულოცოს ხელმოწერილ მემორანდუმს. სასტრაფოდ ჰეზბოლამ გააგრძელა ასაფეთქებელი დრონების გაშვება ისრაელის ჯარებისა და ისრაელის ჩრდილოეთის რეგიონების მიმართულებით, ისრაელის ოფიციალური პირების თქმით. აპრილის ზავის შემდეგ ისრაელმა გააგრძელა ოპერაციები ლიბანის სამხრეთში და თავდასხმები პოზიციებზე, რომლებიც ჰეზბოლას მიეკუთვნება. ბენიამინ ნეთანიახუ ახლა შიდა ზეწოლას განიცდის, რომ უფრო მკაცრად იმოქმედოს. განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც მემარჯვენე მინისტრებმა ლიბანიდან მომდინარე დრონებისა და მუქარების საპასუხოდ ქმედება მოითხოვეს. ეს არის რეგიონული ხანძარი, რომელიც იწყებს ჩამოყალიბებას. ირანი დონალდ ტრამპთან საუბრობს, მაგრამ მისი შეიარაღებული მოკავშირეები კვლავ უბიძგებენ ისრაელს ომისკენ. ისრაელის ოპოზიციაც ჩაერთო დებატებში, მაგრამ სხვა მიზეზით. იაირ ლაპიდმა გააკრიტიკა აშშ-სა და ირანს შორის ჩამოყალიბებული შეთანხმება და განაცხადა, რომ ეს ცუდი იქნება ისრაელისა და რეგიონისთვის. იერუსალიმში შეშფოთებულნი არიან, რომ შეთანხმება ჰორმუზის სრუტეს გახსნის და ურანზე იმუშავებს, მაგრამ გამოტოვებს ისეთ საფრთხის შემცველ საკითხებს, როგორიცაა ბალისტიკური რაკეტები და ირანის მხარდაჭერა შეიარაღებული ჯგუფებისთვის. ისრაელისთვის ეს ნიშნავს, რომ რეჟიმი ეკონომიკურ შეღავათს მიიღებს ისე, რომ რეალურად არ დაკარგავს რეგიონული ზეწოლის ბელკეტებს. დონალდ ტრამპი ცდილობს შეთანხმება უფრო მასშტაბურად აქციოს. მას მხოლოდ საზღვაო მარშრუტის გახსნა, ან თეირანისგან ბირთვული დაპირების მიღება არ სურს. ამერიკის პრეზიდენტი ასევე ცდილობს აბრაამის შეთანხმებების გაფართოებას და ცდილობს არაბული ქვეყნები ისრაელთან ნორმალიზაციის ერთ ხაზზე დააყენოს. პრობლემა ისაა, რომ ეს გეგმა ნდობაზეა დამოკიდებული და სწორედ ნდობაა ის, რაც აკლია. ირანი ფულს, შეღავათებს და ამოსუნთქვის საშუალებას ითხოვს, ხოლო შეერთებული შტატები თავისუფალ გადაადგილებას, ბირთვულ კონტროლს და თავისი ჯარისკაცებისთვის დაცვას. ისრაელი სურს თავისუფლება, რომ დაარტყას საფრთხის წყაროებს ნებართვის გარეშე. ჰეზბოლას კი სამხედრო ზეწოლის შენარჩუნება უნდა. რევოლუციური გვარდია უნდა აჩვენოს, რომ არ იხრება, თითოეული მხარე თავისკენ ეკაჩება და ტრამპის შეთანხმება მაგიდის შუაში დევს, როგორც დოკუმენტი, რომელსაც ანთებული ასანთები აკრავს. მიუხედავად ამისა, თეთრი სახლი უბრალოდ უკან არ იხევს. ეს არ არის მშვიდობა ნებისმიერ ფასად. ეს არის შეთანხმება ზეწოლით, შეთანხმება მეთვალყურეობით და შეთანხმება მყისიერი პასუხით, როცა რეჟიმი წითელ ხაზს ცდის. მე ვარ მილსონ ალვესი, საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტი და ჩემი მიზანია ყოველდღე მოგაწოდო სანდო ინფორმაცია. სიახლეების ბმულები ვიდეოს აღწერაშია. მოიწონე ეს ვიდეო, გამოიწერე არხი და ბოლოს გადახედე კომენტარებს, რომ კიდევ უფრო მეტად ჩაერთო ჩვენ საზოგადოებაში. მილსონ ალვესი